არჩევნებზე აღარ იქნება შემდეგი არჩევნები. არანაირი არჩევნები არ იქნება. უკან თქვა აზრს დაკარგავს არჩევნები. ხათუნასთან მინდა გადავიდე ეს მანიფესტი, რომელსაც აწერენ ხელს საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა სფეროს ადამიანები, ეხლაც გრძელდება, ხო, ხელმოწერა. ამიტომ მე პირდაპირ ეთერში მინდა რომ შეუერთდე ხა მანიფესტა მოვაწერო ხელი, იმიტომ რომ მეც წავედი ამ არჩევნებზე, მეც მივიღე ამ არჩევნებში როგორც ამომრჩეველმა მონაწილეობა, მეც ცვლილებებს მივეცი ხმა და არა ყოფილს ან ამჟამინდელს და მაინც ხათუნა როდესაც მე ამაზე მაგალითად მიწევს ლაპარაკი, ხელისუფლებას იქამდე დაყავს ჩვენი პროტესტი, როგორც ამომრჩევლების, რომ თქვენ ნაციონალებო, ისევ მიშას მობრუნება გინდათ, ხო ვიცით ეხლა რაზეც ლაპარაკო. ყველა ეთერში ვამბობ, ხო, მე მივეცი ხმა ოპოზიციას, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობისთვის მიმიცია და არც ქართული ოცნებისთვის ხო, მაგრამ მაინც ბოლოს დაყავს ხელისუფლებას. აი ეს პროტესტი, ეს მანიფესტი, რომელსაც ხელი მოაწერეთ თქვენ და ერთად წერეთ ხო ნაციონალების მობრუნება გინდათ სააკაშვილზე მუშაობ შენ ნაციონალო რა არის ეს რა რეალობაში ვარ და როგორ ფიქრობთ შენ ხათუნა აი ამ მანიფესტს ყურად იღებს ვინმე ამ ქვეყანაში თუ აი ჩვეულებრივად თქვით და გავიარეთ არაფერიც არ მოხვა მოგესალმებით. დავიწყები იმით, რომ ჩვენ ყველა სახელმწიფო წაგვართვეს და განსაკუთრებით მინდა მივმართო ქართული ოცნების დღევანდელ ამომრჩეველს. ამ 8 წლის მანძილზე ერთხელ მაინც გახსოვთ ქართული ოცნებისგან, რომ ეთქვათ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. როგორია ის საქართველო, რომლის ასაშენებლადაც ჩვენ საქართველოს საზოგადოება, ამ ქვეყანაში მცხოვრები, ყველა ეთნიკური, ყველა ეთნოსის მოქალაქე ერთად უნდა დავრაზმულიყავით. ერთმანეთის გვერდით დამდგარიყავით და აი ასეთი საოცნებო საქართველო აგვეშენებინა. ერთხელ მაინც 8 წლის მანძილზე სახელმწიფოებრივი იდეა ამ ხელისუფლებას ვინმესთვის თუ შეუთავაზებია. ერთხელ მაინც თუ მოგისმენიათ რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთხელ მაინც თუ გვიამაყია, თუ გიამაყიათ აი თქვენ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომლებიც დღეს შემორჩით, თუ გიამაყიათ ამ 8 წლის მანძილზე ქართული ოცნების მიერ აშენებული საქართველოს. ერთადერთი შემთხვევა იყო, ეხლა ვიხსენებდი, ვიზა ლიბერალიზაციის, რომელიც იყო ამ ხელისუფლების, მაგრამ მანამდე ყველა წინა ხელისუფლების დამსახურება. სხვა 8 წლის მანძილზე ჩვენ ხალხო საშოვარზე გადაგებული არსებები არა ვართ. გასაგებია რომ ქართულ ოცნებას მარტო ამ ფუნქციით ვჭირდებით, რომ კუჭის იქეთ ვერაფრისკენ ვეღარ გავიხედოთ, მაგრამ ჩვენ ხო ღირსება გვაქვს. აი რა ქვია იმ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენ დღეს აქ სტუდიაში ვხედავთ, თქვენ დღეს ხართ ტელეეკრანებთან და გვიყურებთ ჩვენ. აი გაგახსენებთ რომ ჩაბნელებულ საქართველოშიც კი 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ჩვენ ვიცოდით საით მივდიოდით და გვიამაყებოდა იქეთკენ სვლა ჯერ ერთი გავიდა რუსის ბაზა მეორეც ერთი ვიცოდით რომ საქართველო იყო რეგიონის წამყვანი სახელმწიფო რომელიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად იყო ალტერნატიული გზა ენერგორესურსების მიწოდების ევროპისთვის ენერგოუსაფრთხოებაში მონაწილეობდა ევროპის იყო სატრანზიტო გზა მსოფლიო მნიშვნელობის და ვიცოდით ეს და ქონდა მიზანი საითკენაც მივდიოდით შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობის დროს ვიცოდით რომ საქართველოს უნდა გამხდარიყო დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი რასაც უზარმაზარი დივიდენდები უნდა შემოეტანა ჩვენთვის ეს იყო ქვეყანა სადაც ამერიკის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ სადაც უნდა აშენებულიყო პორტები რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაც იქნებოდა და ჩვენი ძალიან სერიოზული ეკონომიკური აღმავლობის საწინდარიც არ ვივიწყებ იმას რაც ნაციონალური მოძრაობის დროს საშიშროება იყო ძალიან ბევრი ჩვენგანის წინაშე და მაგრამ ეს ვიცოდით და ამაყები ვიყავით ამით ხო აი ახლა გეკითხებით სად მივდივართ 8 წლის განმავლობაში გარდა იმისა რომ ვდგევართ ერთ ადგილას ვდგევართ ჭაობზე და ეს ჩვეულებრივი თავდაცვის ინსტინქტია თქვენ გინახავთ ჭაობზე მდგარი ადამიანი გადარჩენილი იყოს ჭაობზე მდგარი ადამიანი იძირება ხო და დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიძირებით ხალხო და გარდა ამისა აი გეკითხებით გულზე ხელი დაიდეთ როდესმე ამ ქვეყანაში ასეთი ურთიერთ ზიზღი ასეთი ურთიერთ გაუტანლობა თქვენი კარის მეზობლების თქვენი ნათესავების თქვენი მეგობრების მიმართ თუ გქონიათ და თუ გქონია საერთოდ
აი ასე ერთმანეთის მოძულედ გვაქცია დღეს საქართველმა ოცნებამ. ეს არის ის, რასაც მე მას ვერასდროს ვერ ვაპატიებ, რომ რა ხდება სოციალურ ქსელებში ადამიანებო, როგორ შეიძლება ასე მიზან მიმართულად ერთმანეთის შესაჭმელად წაკვიდონ. იცით რატომ არ დაგვისახეს იდეა და მიზანი, აღარაფერ ვსაუბრობ მათ არაკვალიფიციურობაზე. იმიტომ რომ ყველაზე მეტად გაერთიანებული საზოგადოების ეშინიათ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერის ეშინიათ და კიდევ იმიტომ რომ ასეთი დაკვეთა ჰქონდათ მათ მიღებული და პატიოსნად ასრულებენ ამ დაკვეთას რუსეთისგან. ოღონდ იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ ეს ქართველი ხალხის დაკვეთა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩვენ ავაშენეთ სახელმწიფო და საზოგადოება, სახელმწიფო ამას სამწუხაროდ აღარ ქვია, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს და ყველას ჯანმრთელობას უსურვებ. გვეშინი ავად გახდომის, იმიტომ რომ სპეციალურად შეიძლება ამ ხელისუფლებას ჩვენი საიქიოს გასტუმრება გაუხარდეს, იმიტომ რომ ერთით ნაკლები კრიტიკული ხმა გამოაკლდება. ავად გახდომის გვეშინია ამ ქვეყანაში და ძალიან ვნანობ, რომ ეს საფრთხე მე 2012 წელს ვერ დავინახე. არასდროს ეს არ მithქვამს, მაგრამ ძალიან ვნანობ ამას, თუმცა ჩემს ძალიან დიდ პლუსად მიმაჩნია ის, რომ ბევრი დაბრმავებული ადამიანისგან განსხვავებით მე დროზე მივხვდი, რას აშენებდა ქართული ოცნება და როგორ საფრთხე ტყალიბდებოდა. ამას ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მარტო დარჩენილებმა საკუთარ თავს კითხეთ და გაეცით პასუხი. გინდათ თქვენი შვილები ჭაობის ტყვეებად აქციოთ, გინდათ თქვენი შვილები ჭაობში ჩაიხრჩონ. ამაზე აქ საუბარი და მეძე არაფერზე. ჩვენ იქ მივედით მხოლოდ იმიტომ და ხელი მოვაწერეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა გავააქტიუროთ საზოგადოება, მათ შორის ისინიც კი და ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიუწია, ხმა და არჩევნებზე არ მისულა. საფრთხე ყველას ერთიანად გვიმზეს. ერთი კითხვა მაქვს ხათუნა და მინდა რომ გიორგის დაუსვა